საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500.000 ლარი გამოიყო. ეს თანხა დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. კონკრეტულად კი გაკეთდება გზების, სკვერები და მოწესრიგდება გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანხა ასევე მოხმარდება მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობებისა და გამონაწილებელი ქსელის აღდგენას. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თელავის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოიყო 9 მილიონი ლარის ოდენობის თანხა. აღნიშნული თანხა მოხმარდება თელავის ხევის მიმდებარე დაზიანებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღსადგენად საპროექტო სამუშაოების შეძენად, ესენია გზები, სკვერები და გარეგანათებები. ასევე სტიქია მოხდა მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მოხმარდება თანხა პროექტირება მშენებლობას სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მაგისტრალის გამონაწილებელი ქსელის აღდგენას. აღნიშნული სამუშაოები ჩატარდება მაქსიმალურად სწრაფად იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას დაუბრუნოთ ინფრასტრუქტურა სრულყოფილად, რაც შეიძლება უმოკლეს